ამერიკის შეერთებული შტატების არმიის თადარიგის პოლკოვნიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, ამერიკის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს. მათ შორისაა IRI, ნედი და დემოკრატიის დაცვის ფონდი. ის აღიარებს, რომ საქართველოში იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რაც არ გამოუვიდათ. ამერიკის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს. მათ შორისაა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ინსტიტუტი. არსებობს კიდევ სხვა ორგანიზაციები, რომლებზეც არასდროს იფიქრებდით, რომ ასეთი საქმეებით არიან დაკავებულნი, მაგალითად დემოკრატიის დაცვის ფონდი. ჩვენ ვცდილობთ ხელისუფლებაში დავაბრუნოთ წინამთავრობა, იმიტომ რომ მათ, როგორც თქვენ იცით, სურთ რუსეთთან დაპირისპირება, ნატოში გაწევრიანება და ასე შემდეგ. მაგრამ დღევანდელი მთავრობა ძალიან დაბალანსებულია. მათ სურთ კარგი ურთიერთობები კავშირთან, ვაშინგტონთან, ნატოსთან და მოსკოვთან. ჩვენ ეს არ მოგწონს, ამიტომაც მათ დამხობას ვცდილობთ. ასე მიგყავს საქმეები დღეს. ჩვენ პირდაპირ არ მოქმედებთ. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვების პირდაპირ ჩარევით მოქმედებთ, რომლებიც ამას ნებსით თუ უნებლიეთ აკეთებენ. საქართველოში ჩვენ შევცდით, რუმინეთში არ შევცდით. ჩვენ კალინ ჯორჯესკუ მოვიშორეთ. ის იყო ადამიანი, რომელიც თავიდანვე ჩანდა, რომ რუმინეთის მომავალი ლიდერი იყო. ჩვენ ის მოვიშორეთ, ის წავიდა. ყოფილი პოლკოვნიკი აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას საქართველოს მიმართ. არ შეიძლება წინა ხელისუფლების დაბრუნებას თხოვლობდე, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს გრევის გზას გაუყოლო. დასაკვირველია ის, რომ საქართველოს ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკა გაატაროს, მისასალმებელია და სწორედ ამაზე მიუთითებს ის საკმაოდ გამოცდილი ადამიანი თავის კომენტარებში. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაცია სწორედ აი ამ კრიტერიუმებით შეაფასებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივას. ეს არის აღიარება, ეს დადასტურება იმ სამწუხარო პოლიტიკის, რომელიც ოკეანის ფარგლებს გარედან წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენს მიმართ ხორციელდებოდა, როდესაც არ იშურებდნენ ძალოვანეს, თითქოს და სხვა საკითხები არ არსებობდა მსოფლიოში და შეერთებული შტატებისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები არ ყოფილიყო. ყოველ ჯერზე წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა ის იმგვარად საქართველოს ყურადღების გამახვილება, რომ ასე ვთქვათ, იკითხებოდა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად დადგმული და გაკეთებული პროცესი, რომელიც მიზნად აქ საქართველოში არსებული რადიკალიზმის გაღვივებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ deep state-ის, იგივე გლობალური ომის პარტიის გამარჯვებას მიზნად ისახავდა. ამას საუბრობთ ჩვენ არაერთი წელია და განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, როდესაც პირდაპირ ღია და ნათლად ნახეთ სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დესტრუქციული ჩართულობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენ შიდა პოლიტიკაში. წინასაარჩევნო იქნებოდა თუ არასაარჩევნო პერიოდში და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის, არამედ ზოგადად ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მათ ჰქონდათ აი ამ deep state-ის დიდ მანქანას რაიმე ინტერესი და რაიმე ლობისტური აზრის გატარება სჭირდებოდა. ეს ხომ მათივე სკანდალი, ხო მათივე ქვეყნის სკანდალია და სწორედ მათივე ხელისუფლების გადაწყვეტილება არის USAID-ის და ესე ვთქვათ ნედის შეჩერებული დაფინანსებები და დღეს მიმდინარე გამოძიება მათ მიმართ და შესწავლა თითოეული кейსის.